2012 წელი, ივლისი. თელავში არის წყალდიდობა. ადიდა მდინარეები, ადიდა ხევები. ჩამოიტანა ქვა, ღორღი, კლდე, ტალახი, მორები, ნაგავი, უბედურება. ზარალმა მიაღწია 200 მილიონ ლარს. მაშინდელი 2012-ის ფასებით. 2026 წლის ივლისში. თელავში ისევ წყალდიდობაა. ადიდა მდინარეები, ადიდა ხევები. ზარალი ჯერჯერობით დათვლილი არ არის, მაგრამ მდინარეებმა ჩამოიტანა ქვა, ღორღი, კლდე, ნაგავი, მორები, უბედურება. მაშინ იმ დროინდელი 200 მილიონში ბორის ივანაშვილმა ბიუჯეტს მისცა 10 მილიონი სამაგერო, დანარჩენი 190 მილიონისა თავისი ჯიბის მედია ალაპარაკა და ვისაც არ უნდა დალაპარაკებოდით მაშინ კახეთში ყველა დარწმუნებული იყო, რომ კომპენსაცია, რომელიც მიიღეს ბიუჯეტიდან სახელმწიფოსგან, იყო ბორია ივანაშვილის ფული. მე განვაცხადე 10 მილიონ ლარს ხვალ გადავრიცხავ, დანარჩენს როდესაც აღწერენ და ჩვენც პარალელურად აღწერთ ხელისუფლებასთან ერთად რეალურ დანაკარგს, ყველა თანხას გადავეხტი მე პირადად. ყველას გავაკონტროლებ. ახლა მე მესმის, რომ დღევანდელ ოპოზიციას ერთი თეთრიც არ აქვს, 10 მილიონი კი არა, 10 ლარი არ აქვს, რომც კონდეს დაყადაღებული აქვს, მაგრამ არაფერი არ უდგას წინ ჩასვლას ადგილზე და ახსნას იმ ადამიანებისთვის, რომ წლების განმავლობაში რომ ატყუებდნენ, რომ მდინარეების კალაპოტები კახაბენდუკიცის გაყიდული იყო, სინამდვილეში 2012 წლის შემდეგ გაყიდა ბორიამ და მისმა ჯიბის ქოცებმა. პრობლემაც რეალურად გაყიდეს თელავში. მდინარის კალაპოტი ჩადგეს კორპუსები და ახლა ამ კორპუსების გამო შევიწროებულმა მდინარემ გასასვლელი ვერ ნახა და წალეკა თელავი და ალაზნის ველი. განადგურებულია უამრავი ვენახი, უბრალოდ აღარ არსებობს ვენახები და ზარალს რო დათვლიან გაცილებით მეტი იქნება ვიდრე 200 მილიონი. გაცილებით მეტი. მაგრამ ამას ყველაფერს ადამიანებისთვის ახსნა სჭირდება და არა ტელევიზორიდან, არამედ პირადად. ჩადით, დაელაპარაკეთ, აუხსენით. მოტივაციისთვის შეგახსენებთ, რომ 2012 წელს იმ საშინელი წყალდიდობის შემდეგ თელავში ხელისუფლება შეიცვალა.